დღეს მოვამზადე ვაშლის ბიუჯეტური ნამცხვარი. დაახლოებით 10-15 ლარი დამჭირდა პროდუქტისთვის. გემო და ვიზუალი კი არაფრით ჩამოუვარდება ბევრად ძვირად ღირებულ დესერტებს. შეფს ვაცნობე გადაღების დაწყების შესახებ და მაშინვე დაიკავა კუთვნილი ადგილი. რა თქმა უნდა, უანგარო და არა. სამუშაო სივრცე გადამოწმებულია, შეგვიძლია დავიწყოთ. პირველ რიგში მოვამზადე ვაშლი კარამელში. შაქარი გადავატნე სქელძირიან ტაფაზე დაბალ ცეცხლზე. შემდეგ კარამელში დავამატე კარაქი და კუბებად დაჭრილი ვაში. თუშე 2 წუთი დავამატე თაფლი, დარიჩინი და მუსკატი. გადავდგი გასაგრილებლად. ცალკე ჯამში მოვამზადე ბაზა. კარაქი და ფქვილი ავურიებ ხვიერი მასის მიღებამდე. შემდეგ დავამატე კვერცხის გულები და გამაფხვიერებელი. მასა უნდა გამოვიდეს ფხვიერი, არ უნდა იყოს მთლიანი ცომის გუნდა. ეს მასა გადავიტანე საცხო ფორმაში, გვერდებზე გადავანაწილე როგორც ვიდეოში ჩანს, შუაგულში კი უბრალოდ დავაყარე ზედმეტი დაბრისვის გარეშე. მოვათავსე ფორმაში ვაშლი და შევდგი წინასწარ დახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე, ქვედა წვაზე 20 წუთით. სანამ ნამცხვარი ღუმელშია, მოვამზადე ჩემი საყვარელი კრამბლი. ფქვილი და კარაქი ავურიებ ხვიერი მასის მიღებამდე და გახურებულ ტაფაზე მოუწვი ცოტა ნიგოსთან ერთად. მუდმივად სჭირდება მორევა, რომ არ დაიწვას და კარაქი არ დადნეს იქამდე, სანამ გარსი გამაგრდება. ასეთი ფხვიერი მობრაწული ნამცეცები გამომივიდა. ცალკე ჯამში კარგად ავთქვიფე კვერცხის ცილა და დავამატე შაქარი. ვთქვიფე 1-2 წუთი. ნამცხვარი თითქმის მზად არის, გამოვიღე ღუმელიდან და გადავუსვი ბეზეს შედარებით თხელი ფენა, რომელსაც მოვაყარე კრამბლი. შემდეგ ზევიდან მოვათავსე დარჩენილი ბეზე, როგორც ვიდეოში ჩანს და ისევ მოვაყარე ნიგვზიანი კრამბლი. შევდგი ღუმელში ზედა წვაზე დაახლოებით 5 წუთით 180 გრადუსზე, სანამ ზედაპირი არ მოებრაძა. აი ასეთი ვაშლის ნამცხვარი გამომივიდა. უფაფუკესი ბეზეს ღრუბლის ქვეშ რბილი არომატული ვაშლი და ძირზე ხრაშუნა. ფხვიერი ცომი. უგემრიელესია, მარტივი და ხელმისაწვდომი. თუ აქამდე არ გიცდია მომზადება, აუცილებლად სცადე, მთელი გულით გირჩევ. მადლობა რომ მიყურე ბოლომდე. თუ მოგეწონა, არ დაგავიწყდეს ჩემი გამოწერა.